მშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დილის 9 საათსა და თითქმის 20 წუთზე ვიწყებთ გადაცემას მთავარი თემით, რადიო იმედის დილის ეთერის მთავარ თემას, რომელიც უკავშირდება საქართველოდან დაგეგმილ და განხორციელებულ და კიდევ სამომავლოდ დაგეგმილ ახალ ავიარეისებს და ყველაზე მომხიბვლელი ამ შემთხვევაში არის ის, რომ პირდაპირ ავიარეისები შორი მიმართულებით უკვე ემატება და ყველაზე გამორჩეული და სიახლე ამ შემთხვევაში არის თბილისი, შანხაი, თბილისი. ეს არის China Eastern Airlines-ის ფრენა, პირდაპირ ფრენა, რომელიც უკვე შესრულდა, პირველი რეისი შესრულდა 15 ივლისს და თუ რას ნიშნავს ამ რეისის მნიშვნელობა, როგორც გასვლითი მიმართულებით, ასევე ჩინეთიდან შემოსული სტუმრებისა და ვიზიტორების მიმართულებით, რამდენად გააქტიურებს ეს კიდევ უფრო მეტად ურთიერთობას საქართველოსა და ჩინეთს შორის და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თბილისიდან მქონდეს საშუალება იმისა, რომ პირდაპირ ხანგრძლივი რეისებით მოვახდინოთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში დაკავშირება. რეისები და ასევე ზოგადად თბილისის აეროპორტის გაერთიანება და კიდევ სხვა სამომავლო გამთლიანება და გაფართოება და კიდევ სხვა სამომავლო გეგმები იქნება ჩვენი ეთერის მთავარი თემა და ახლა ჩვენ სტუმართან ერთად უნდა განვაგრძოთ საუბარი, რომელიც შემოგვიერთდა სტუდიაში. დიდი მადლობა დილა მშვიდობისა, წარვადგენთ სტუმარს ლევან მოსაშვილი, გახლავთ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი. დილა მშვიდობისა. გამარჯობათ, მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები რადიო მსმენელს. პირველად ვარ თქვენს ეთერში და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ თქვენს კითხვებს უპასუხო ავიაციის სიახლეებთან დაკავშირებით, გამოშვებთან დაკავშირებით. იღბლიანი სტუმრობა გექნებათ დარწმუნებული ვარ და აი ახლა ხო ერთ რეისებზე ვისაუბრებ და მომავალი სტუმრობისთვის კიდევ მეტი და მეტი იქნება სასაუბრო დარწმუნებული ვარ. ჩვენი სიახლეები რაც იქნება თქვენს რადიო მსმენელს გაუზიაროთ. ავიაცია მუდმივად განვითარებადი სექტორი არის, მოგეხსენებათ, ნამდვილად მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა იყო საქართველოსთვის. თბილისი, შანხაის ფრენის პირდაპირ ფრენის შესრულება საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა არის, რადგან შორს მანძილზე ფრენა ფაქტობრივად 10 საათიანი რეისი პირველად შესრულდა საქართველოში რეგულარული ხასიათის რეისი. ავიაკომპანია, ესე იგი, სიდით მესამე ავიაკომპანია ჩინეთის China Eastern Airlines, რომელიც კვირაში 3 ხშირით შეასრულებს ფრენას. პირველივე ფრენაც აღსანიშნავია, რომ ძალიან დატვირთული იყო. ფაქტობრივად ორივე გზაზე ჩამოფრენაზე და გაფრენაზეც 90%-ზე მეტი დატვირთულობა იყო. მოთხოვნა ძალიან დიდი არის. ჩინური ბაზარი მოგეხსენებათ ძალიან მზარდი არის, დაინტერესებული არის საქართველოს მიმართულებით. ჩვენს მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელი შეუწყოთ საერთაშორისო მოგზაურებს, დავაინტერესოთ. ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა არის, როგორც სავაჭრო, ასევე ტურისტული ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. გვაქვს საქართველოში გარდა China Eastern Airlines ორი სხვა ავიაკომპანია უკვე ოპერირებს, წარმატებით ოპერირებს წლების განმავლობაში ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით. რამაც აჩვენა, რომ მოთხოვნა დღითი დღე მზარდი არის, როგორც საქართველოსთან ჩინეთის მიმართულებით, ასევე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით და ჩვენც მოხარულები ვართ, რომ მომასპინძლოთ კიდევ ერთ ახალ კომპანიას საქართველოში. მოთხოვნა და სტატისტიკა ძალიან სოლიდურია, სხვათა შორის, რო გადავხედოთ 2025 წელს ფიქსირდება 100.470 შემომსვლელი სტუმარი, ხო, რასაც ვიზიტორს ვეძახით. ანუ ეს ნიშნავს, რომ ძალიან დატვირთული იყო ყველა რეისი, რაც გასულ წელს შესრულდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთისთვის ეს ახალი არ არის, ჩვენთვისაც ჩინეთთან ურთიერთობის, შანხაი მაინც სხვა მასშტაბია. აი ზუსტად თქვენ ახლა შესავალ ნაწილში თქვით, რომ ხანგრძლივი ფრენები თბილისიდან ნელ-ნელა უკვე ინერგება და უფრო გაფართოვდება. რაღაცნაირად ჩვენს მენტალობაში და ჩვენს ცნობიერებაში არის ისე, რომ თბილისიდან სადღაც უნდა ჩავიდეთ, რომელიც მერე დაგვაკავშირებს მთელ მსოფლიოსთან. იქნება ეს სტამბულის ტრანზიტი, იქნება ეს ევროპის რომელიმე ქალაქში ან დოჰა, ხო? და აი უკვე ნელ-ნელა ამ რეისმა, შანხაის რეისმა აჩვენა ის, რომ რატომაც არა, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ თბილისის თვითმფრინავში ჩავსხდეთ და 9 საათიანი უწყვეტი ფრენით ჩავიდეთ შანხაიში. და ეს უკვე ძალიან სერიოზული განაცხადია. რამდენ რესურსს ითხოვს, ხო, რომ ამ ავიაკომპანიას კონდეს სათანადო დახვედრა, ტექნიკური მიღება, ხო, საქართველოს მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა, რომ ეს დიდი რეისი განხორციელდეს, ასე ვთქვათ. უპრეცედენტო შემთხვევა არის, როგორც აღნიშნე, ნელა-ნელა ეტაპობრივად საქართველოსდან, არამხოლოდ თბილისიდან, საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტებიდანაც პირდაპირ ფრენების რაოდენობები და სიხშირეები იზრდება, რაც იმაზე მეტყველებს, საქართველოს საავიაციო ბაზარი სტაბილურად ვითარდება. რეგიონში გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ ყველაზე მომხიბვლელი, ვიყოთ ყველაზე ძლიერი და განვითარებადი ავიაციის სექტორი.
ჰაბის ფუნქცია ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნიდან უნდა მოხდეს სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით პირდაპირი ფრენები. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ჩინურ ბაზარს შევეხები ისევ და ისევ ყოველწლიურად მზარდი არის ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ნაკადები. ასევე აღსანიშნავია, რომ გარდა ჩინეთისა ჩვენ მიმართულებები გვაქვს ევროპის მიმართულებითაც დავფრინავთ საქართველოს სხვადასხვა აეროპორტებიდან. წლის პირველ ნახევარში სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან 3,600,000 მგზავრზე მეტი მივიღეთ და გავაცილეთ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრები არის. პირდაპირი ფრენა, ზუსტად ამ მასშტაბის პირდაპირი ფრენა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი დედაქალაქის თბილისის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი მზად არის მოემსახუროს ყველა ფორმის, ყველა ზომის და ყველა ტიპის საჰაერო ხომალდს, თუნდაც შორმასშტაბიან long-haul ფრენაზე. გამოწვევები დღითი დღე დაძლევადი არის, მინდა ვთქვა, ეს არის უფრო მასშტაბურია და უფრო დაძლევადი. ერთობლივი შრომის შედეგი. ავიაცია მთელ მსოფლიოში მზარდი სექტორი არის, საქართველოში განსაკუთრებით აღინიშნება. თუნდაც გასული წლის სტატისტიკური მაჩვენებლები, განხორციელებული ინვესტიციები, დაინტერესება სხვადასხვა ავიაკომპანიებიდან, სხვადასხვა მსხვილი საავიაციო სექტორის წარმომადგენლების დაინტერესება საქართველოში. ძალიან მზარდი არის და მოხარულები ვართ, რომ ამ მოთხოვნებს ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით, ვითარდებით, როგორც აეროპორტების კუთხით, ასევე ავიაკომპანიების დაინტერესების და მოლაპარაკებების კუთხითაც აქტიურად მუშაობთ, რომ საქართველოში უფრო მეტი ფრენა იყოს, უფრო მეტი ავიაკომპანია იყოს წარმოდგენილი და ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ იმით საშუალება, რომ კომფორტულად უსაფრთხოდ იმგზავრონ, რაც თავისთავად პირდაპირ დაკავშირებული არის ტურისტული სექტორის გაძლიერებასთან, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან, სტაბილურობასთან. ეს ყველაფერი საერთო ჯამში ქმნის იმის პაკეტს და იმის შეთავაზებას უცხოელებისთვის, რომ ქვეყანა არის სტაბილური, ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, ტურისტული სექტორი მზარდი არის, მზად ვართ, რომ მივიღოთ ღირსეულოთ უმასპინძლოთ საერთაშორისო მოგზაურებს, კმაყოფილები დავაბრუნოთ თავიანთ ქვეყანაში და ისევ დაველოდოთ გაზრდილი მგზავრობის ნაკადები. სხვათა შორის, ძალიან კომპლექსურია საერთო სურათი და შედეგები რამ ხრივ. შეიძლება ეს საერთოდ არ იყოს მაგალითად ტურიზმი, მაგრამ სულ სხვა სფერო, მაგალითად კინო გადაღებები და კინო წარმოება. გარკვეული რამდენიმე თვის წინ აწარმოეს საქართველოში, აქვს ამავე სტუდიაში ვსაუბრობდით ამ თემაზე, რომ საოცრად გაზრდილი არის კინო დაკვეთები და საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებები და ესეც სერიოზული ინვესტიცია. მაგალითად არაბული ქვეყნებიდან რატომ? იმიტომ რომ გვაქვს პირდაპირი ფრენები და რეგიონში გაჩნდა ახალი გამოწვევა, ახალი ინტერესი არაბეთის ქვეყნებისთვის, რომ პირდაპირ 3 საათში, 2 საათში ჩაფრენდებიან თბილისში და მერე საქართველოს თავაზობს ძალიან დიდ მრავალფეროვნებას. ანუ კომპლექსური შედეგების მატარებელია, გარდა იმისა, რომ ტურიზმზე ეს პირდაპირ აისახება ხო ეს ფრენები. პირდაპირ კავშირში არის ქვეყნების დაკავშირებადობა. არა მხოლოდ ტურიზმი, არამედ ეკონომიკური განვითარება, თუნდაც ბიზნეს სექტორის ხელშეწყობა, ბიზნეს მოგზაურებისთვისაც ძალიან მოხერხებულია პირდაპირი ფრენები. გადაждომის გარეშე, როდესაც მოგზაურობა უწევთ, პირდაპირ რამოდენიმე საათში დანიშნულების ქვეყანაში, რომ ძალიან დიდი კომფორტია. დროის დაზოგვაც არის ჩვენ ავიაციაში ხუმრობით, თვითფრინავს დროის მანქანას უწოდებთ. ზოგავს დროს კომფორტი შესანიშნავია და როგორც მოგეხსენებათ, ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტის სფერო არის და ამ სტატუსს ვინარჩუნებთ ამაყად. დიახ. სანამ გადავალთ კიდევ ერთ პირდაპირ ფრენაზე, რომელიც უკავშირდება კოპენჰაგენს, მანამდე ვიკითხავ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მონაცემებს და მაჩვენებელს, იმიტომ რომ გადამზიდის სისტემა ეს კიდეც სამყაროა. და საერთოდ სხვა სფერო არის, იმიტომ რომ უდიდესი არის ეკონომიკური დატვირთვა ამ თემაზე და რეგიონში, როდესაც საქართველოს ესეთი სერიოზული გეოპოლიტიკური მდგომარეობა აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებითაც გამართული იყოს სისტემა. საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე რა ხდება, თუ არის ესეთი სერიოზული წინსვლები, როგორც სამგზავრო გადაზიდვაზე? დიახ, არა მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვები, არამედ სატვირთო გადაზიდვებით ყოველწლიურად მზარდი არის საქართველოს აეროპორტებიდან. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში 26 წლის პირველ 6 თვეში 25 წელში თავისთავად კაი მაჩვენებელი ჰქონდა. დიახ. 26 წლის პირველ 6 თვეში 21500 ტონაზე მეტი ტვირთი იქნა გადაზიდული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იანი მატება არის. სატვირთო გადაზიდვებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. სწორედ აღნიშნეთ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა აძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს დამაკავშირებელი ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის, ტვირთები, რომლებიც
ევროპის მიმართულებით მიემგზავრება თუნდაც აზიის ქვეყნებიდან, მოხდეს საქართველოში ჩამოტანა და ხარისხება და შემდეგ დისტრიბუცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც ავიაციის სექტორის გაძლიერებისთვის და განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის სტატუსის, როგორც ჰაბის სტატუსის ჩამოყალიბებისთვის რეგიონში და გაძლიერებისთვის. ზუსტად ამისთვის ჩვენ მუშაობთ სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ სატვირთო გადაზიდვებიც გაიზარდოს ფეხდაფეხ, როგორც სამგზავრო გადაზიდვები, შეიქმნას თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შეიქმნას ბაზარზე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი მოთხოვნები, როგორც არის სატვირთო ტერმინალები, თანამედროვე სისტემები, რომ ტვირთის დამუშავებაც მოხდეს უფრო ხარისხიანად, უფრო სწრაფად, მარტივად და ეფექტურად მიეწოდოს მოთხოვნის წერტილს. გასაგები. ახლა რაც შეეხება ტურიზმს და ჩემნაირ მოგზაურ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ეძებენ სად არის დაბალბიუჯეტიანი ავიაფრენები, პირდაპირ რეისები და ყველაზე დაბალი ბილეთი, დაბალი ფასის ბილეთი სად ფიქსირდება, აი აქ დავამატოთ ინფორმაცია, რომ თბილისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით და თბილისი-კოპენჰაგენი ისტორიაში პირველად უკავშირდება საერთოდ საჰაერო მიმოსვლით, დაინიშნა რეისები, რომელსაც ნორვეგიული ავიაკომპანია აწარმოებს და ეს საინტერესო ის არის, რომ სკანდინავიის ქვეყნებში ეს ავიაკომპანია არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად სანდო და ასევე პარალელურ რეჟიმში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიის უпроსტად დანის სამეფოს მიმართულებით ქუთაისიდან იყო ფრენა და ვიზიერს ჰქონდა ქუთაისი-კოპენჰაგენი, ახლა უკვე ეს რეისი აღარ არსებობს. აი ახლა უკვე გვაქვს ფუფუნება და საშუალება იმისა, რომ თბილისიდან კოპენჰაგენს, ანუ დანიის სამეფოს პირდაპირ რეისით დავუკავშირდეთ და უკვე შესრულდა რეისი, სადაც ბორდზე 180 კაცი იმყოფებოდა, ანუ ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა და ინტერესი არის ძალიან სერიოზული და ზოგადად სკანდინავიის ქვეყნების ინტერესი საქართველოს მიმართაც იზრდება. ამას ადასტურებს სტატისტიკა, რომ გასულ წელს 2025 წელს 20,000-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა სკანდინავიის ქვეყნებიდან. სკანდინავია არც ისევ იაფი ქვეყნებია, მაგრამ იქ რომ დაბალბიუჯეტიანი ფრენა არის, ეს ძალიან მომხიბვლელია. ეს კიდევ ერთი წარმატება იყო ჩვენი გუნდის და საერთოდ ჩვენი ქვეყნის სკანდინავიის ქვეყნებიდან პირდაპირ ფრენის შესრულება საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით, ამ შემთხვევაში კოპენჰაგენის მიმართულებით წარმატებით ხორციელდება. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ყველაზე სანდო გადამზიდავი სკანდინავიური ქვეყნების Norwegian Airlines-მა შეასრულა ფრენა თბილისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით. ეს კიდევ ახალი ტურისტული მარშრუტი არის. მაღალხარჯვართუნარიანი ტურისტების მოსაზიდად არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ეს, რომ საქართველოს დაკავშირებული იყოს არა მხოლოდ აზიურ დიდ ბაზრებთან, არამედ ევროპულ აუთვისებელ ახალ ბაზრებთან. ჩვენი გუნდი წარმატებით მუშაობთ, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ ისეთი აუთვისებელი მიმართულებები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში არ ქონია ფრენები, ან ეპიზოდური ფრენები იყო, გვინდა რომ რეგულარული ხასიათის ფრენები შესრულდეს. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა პლატფორმაზე, ვიყენებთ წარმატებით ისეთ დიდ მასშტაბურ ღონისძიებებს, როგორც არის რუც ევროპა, რუც აზია, რუც მსოფლიო, სადაც ჩვენ პოტენციურ პარტნიორებთან გვაქვს არაერთი შეხვედრა, შეთავაზებები საქართველოს მთელი ხიბლის წარდგენა მათთვის, რატომ უნდა იფრინონ ავიაკომპანიებმა საქართველოში, რატომ უნდა ჩამოიყვანონ ტურისტები, მგზავრები, ეს ყველაფერი არის მასშტაბური ღონისძიება, არა მხოლოდ ავიაციის სექტორისთვის, არამედ ტურიზმის სექტორისთვისაც, ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. და ჩვენი მოლაპარაკებები ბოდიში დავასრულებ, ჩვენი მოლაპარაკებები რიგ შემთხვევაში წარმატებით სრულდება, თუნდაც Norwegian Airways-ის შემოსვლა ზუსტად ერთ-ერთი მსგავსი ღონისძიებიდან დაწყებული მოლაპარაკებების შედეგი არის, რომელიც შემდგომ გადაიზარდა უკვე დეტალურ მოლაპარაკებაში და დღეს საქართველოს ავიაბაზარზე წარმატებით ოპერირებს ეს ავიაკომპანია. და სანამ ეს იქნებოდა, მანამდე წინაპირობა იყო პირდაპირ ფრენები ამსტერდამის მიმართულებით, მანამდე კიდე EasyJet-ის შემოსვლა მართლა ძალიან სერიოზული რამ გააკეთა, იმიტომ რომ EasyJet-ი ევროპაში აღიქმება ყველაზე მოსახერხებელ Ryanair-თან ერთად ყველაზე მოსახერხებელ დაბალბიუჯეტიან სანდო და ძალიან ისეთ კომფორტულ ტრანსპორტად. და აი ახლა უკვე რომ მილანი იქნება ეს ამსტერდამი იქნება თუ ჟენევა თუ სხვადასხვა მიმართულება და თან კიდე შეიცვალა ისიც რომ აქამდე გარკვეული წლების განმავლობაში სულ იყო გამთენიის ფრენები და ეს იყო ძალიან რთული ფიზიკურადაც უღამისთენება და აი ახლა ამ რეისების მრავალფეროვნებამ და ევროპული პირდაპირ ფრენების არჩევანმა მოგვცა საშუალება რომ შედარებით ისეთ საქმიან დროსაც იყოს დილის რეისი, საღამოს რეისი და უფრო მეტი კომფორტია მგზავრებისთვის და მეტი არჩევანის თავისუფლება. რა თქმა უნდა, დღის ფრენები ძალიან მოსახერხებელი არის თუნდაც ბიზნეს სექტორის მგზავრებისათვის. დრო მოგეხსენებათ ყველაზე დეფიციტურია დღესდღეობით ჩვენს ცხოვრებაში
დროის დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ამას ემსახურება დღის ფრენების მოთხოვნის გაზრდა. სტატისტიკურად თითქმის 50-50-ზე არის, ადრე თუ იყო პირობითად ვიტყვი 90-10-ზე, დღეს 50-50-ზე ფრენების გადანაწილება ჩვენს აეროპორტებში. რაც იმაზე მეტყველებს, რომ თვითონ ის ავიაკომპანიებიც უკვე ათვიცნობიერებენ, რომ მოთხოვნა საქართველოს ბაზარზე არა მხოლოდ ტურისტული, არამედ ბიზნეს მოგზაურების მოთხოვნებიც არის და ეს ყველაფერი ავიაკომპანიების მხრიდან სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო, რომ დროის გადანაწილება და ეგრეთ წოდებული სლოტების გადანაწილება დღის საათებშიც სწორად ხორციელდება დღესდღეობით საქართველოს ავიაბაზარზე. ანუ ბიზნეს მოთხოვნა ნიშნავს უფრო მაღალი კლასის მგზავრებს, ასე ვთქვათ, და უფრო მეტად მხარჯველიანს, ვიდრე ვთქვათ ერთი ზურგჩართიანი. პირდაპირ ფრენების დანიშვნა ზუსტად ამას ემსახურება, რომ დროც დავზოგოთ, მოქნილობაც გავზარდოთ და ის დრო, რაც გადაჯდომაში უნდა დავხარჯოთ, ჯობია უფრო საქმეში ჩავდოთ, საქმიანად გამოიყენოთ, ვიდრე ტრანზიტულ აეროპორტში ჯდომით და დროის დაკარგვით. და სხვა ქვეყანაში ჩადებული შემოსავლით. ნამდვილად. გადავიდეთ ახლა უკვე აეროპორტების საკითხზე. 2026 წელი ახლა მიმდინარეობს, ივლისია, მაგრამ პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა უკვე მიიღო 1,600,000-ზე მეტი მგზავრი. კონკრეტულად თბილისის აეროპორტს რაც შეეხება, შეუძლია რომ წელიწადში გაატაროს და მოემსახუროს, ასე ვთქვათ, 5 მილიონ მგზავრს. ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე, აი ეს სურათი პროპორციულად როგორი სურათია, ეს დიდი დატვირთვას ნიშნავს ალბათ და შემდეგ უკვე მზარდ გეგმებზე გადავიდეთ შემდეგი შეკითხვით. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და კონფლიქტიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ქვეყანაზე აისახა, ავიამიმოსვლაზე აისახა ეს კრიზისი. საქართველოსაც გარკვეულწილად აისახა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებზე მგზავრთნაკადის კლება პირველ 3 თვეში, მაგრამ ეს ჩვენ დავასტაბილურეთ ეს მდგომარეობა. დღესდღეობით სტატისტიკური მონაცემებით 3,600,000-ზე მეტი მგზავრი არის გატარებული საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან. ისევ ინარჩუნებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მზარდი სტატუსს, რაც არაერთხელ იქნა აღნიშნული საერთაშორისო პლატფორმებზე, არის ესეთი პლატფორმა ACI, აეროპორტების საერთაშორისო საბჭო, სადაც ყველაზე მზარდი აეროპორტების სტატუსის მატარებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. აღსანიშნავია ეს ფაქტორიც, რომ ბათუმის აეროპორტმაც უპრეცედენტო მგზავრთნაკადი მიიღო და მოემსახურა 2025 წელს. წელს ეს სტატუსი კვლავ შენარჩუნებულია. თბილისის აეროპორტის გამტარობასაც შეეხება 5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ფაქტობრივად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოცულობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, ის მოლოდინი, როდესაც აეროპორტი შენდებოდა, არ იყო იმ პერიოდში, რომ ამხელა მგზავრთნაკადი საქართველოში წამოვიდა და უპრეცედენტო მოვლენა იყო საქართველოსთვის ეს და ზუსტად ამისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯები არის განხორციელებული ინვესტიცია ბოლო პერიოდში, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა ჩვენი პარტნიორი კომპანია TAV Georgia, რომელიც ოპერირებს ფრანგული დიდი მსხვილის საავიაციო საწარმოს და საავიაციო ჰოლდინგის Groups ADP-ის ქვეშ. განახორციელა 150 მილიონზე მეტი ინვესტიცია, რათა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდეს. ფაქტობრივად 50%-ით ფართოვდება არსებული სამგზავრო ტერმინალი, ემატება ახალი ბაქნები, ემატება სამიმოსლო სივრცეები, არა მხოლოდ თვითმფრინავის მომსახურებებს, არამედ მგზავრებსაც მეტი კომფორტი შეექმნებათ. ეს ყველაფერი ფეხდაფეხ ვითარდება მოთხოვნებიდან გამომდინარე. აქტიურად თანამშრომლობთ ჩვენ საავიაციო სექტორის გაძლიერებაზე ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან. გვინდა რომ ჩვენი მგზავრები იყვნენ უფრო კომფორტული, დაცული, უსაფრთხო, საერთაშორისო სტანდარტებს რაც შეეხება. ყველა აეროპორტში დაცულია საერთაშორისო სტანდარტები, არაერთხელ დაუმტკიცებია საქართველოს საერთაშორისო აუდიტების განმავლობაში, რომ საქართველოს იმ სტანდარტებს, რაც საერთაშორისო დაწესებულია, თუნდაც ICAO სტანდარტებით ხელმძღვანელობთ ავიაცია, იმაზე მეტად ვითარდება, ვიდრე მოლოდინები იყო და ამ სტატუსს და ამ მარჟას ვინარჩუნებთ ჩვენ, მუდმივად ვითარდებით, რათა საქართველოს კვლავ
იყოს მომხიბლელი, მიმზიდველი ავიაციის სექტორისთვის სტაბილურად განვითარდეს და რაც თავარი იყოს უსაფრთხო. დიახ. TAV Georgias 150 მილიონიანი ინვესტიცია იქნება, რაც მოემსახურება, ასე ვთქვათ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და 2026 ხომ ახლა არის და 2028 წლისთვის უკვე უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. აი, რომ წარმოუდგენა შევუქმნათ მსმენელს და მაყურებელს, ვინც ვიდეო საშუალებით გვიყურებს, რა ნაწილებში იქნება ყველაზე მეტად ეს აღქმადი და შეგრძნების დონეზე, ანუ მაგალითად საპასპორტო კონტროლის, ბარგის კონტროლის, შემოსვლა-გასვლის პუნქტები უფრო მეტი იქნება, რიგი შეთხელდება, თუ აი ყველაზე მეტად სად იქნება საქართველოს ეს ყველაფერი. პირველი რაც არის ეს განხორციელებული ინვესტიცია, რომელიც დაწყებული არის უკვე წელს და 2028 წელს დასრულდება, მოიცავს სამგზავრო ტერმინალის გაფართოებას. გაფართოება არა მხოლოდ მასშტაბებით მოხდება, არამედ მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება დანერგილი. საპასპორტო კონტროლის სივრცეებიც გაიზრდება, ბარგის დამუშავების სივრცეებიც გაიზრდება, მგზავრთა მომსახურების სივრცეებიც გაიზრდება, დაემატება ახალი მაღაზიები, დაემატება ახალი სივრცეები, სადაც გამგზავრებამდე მგზავრები შეძლებენ შევიდნენ, დაისვენონ, დაათვალიერონ, ივაჭრონ, თუნდაც დაემატება ქართული რესტორნების კუთხე, რომელიც დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ნამდვილად აკლია. აკლია ნამდვილად, ახლა გავიხსენე ნამდვილად. ეს ყველაფერი ჯამში მოგცემს იმის საშუალებას, რომ წელიწადში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 10 მილიონი მგზავრი მიიღოს, მოემსახუროს, შეუქმნას შესაბამისი კომფორტი. გაუმჯობესდეს გაორმაგება, აქამდე 5 მილიონის ათვისება შეუძლია, ხო? კი ბატონო, გაუმჯობესდეს დაკავშირებადობა სხვადასხვა ქვეყნებთან. ავიაკომპანიები, როდესაც ბაზარზე შემოდიან, გარდა უსაფრთხო გარემოს უყურებენ კომფორტს, უყურებენ მგზავრთა მომსახურების ხარისხსაც. ეს ყველაფერი არის იმაზე მიმართული, რომ ჩვენ საქართველოს ავიაბაზარი ვიყოთ მზად ახალი გამოწვევებისთვის. უპასუხოთ ზუსტად იმ მოთხოვნებს, მაღალ მოთხოვნებს, რაც ავიაკომპანიებს გააჩნიათ საქართველოს ავიაბაზარზე, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ერთმანეთს აძლიერებენ, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება, ტურისტული ნაკადების მოზიდვას ემსახურება და საერთო სურათი ძალიან პოზიტიური არის. აი ხა ზუსტად ის ახსენეთ, რაც მინდოდა მეკითხა. საერთაშორისო კომპანიები, ავიაკომპანიები რას აქცევენ ყველაზე მეტად ყურადღებას, რომ დაიწყონ თანამშრომლობა საქართველოსთან, აი, როდესაც იწყება მოლაპარაკება. ეს არის ის, რომ თუ სხვა კომპანიები ვინ თანამშრომლობს, რა რეისები ხორციელდება, როგორია ფინანსური მოგება, თუ აი ასევე გარემო რეგიონი, ქვეყანა, დატვირთვა, აეროპორტის ტიპი, სად მოდის მათი მგზავრი, ანუ აი რა ყველაზე მეტად რა აწყვეტს ხოლმე? ყველაზე პირველი ავიაკომპანიისთვის უპირველესი ავიაკომპანიისთვის არის უსაფრთხოება. პირველი არის უსაფრთხო. თუ არის უსაფრთხო გარემო ქვეყანაში, ქვეყნის უსაფრთხოებით ვიწყებთ და მე აეროპორტი. ქვეყნის უსაფრთხო გარემო თუ არის, პირველი არის ეს. შემდეგ არის ფრენების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. როგორც აღნიშნე, საქართველოს ერთ-ერთი წარმატებულია რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფაში. შემდეგ არის ტურისტებისთვის შეთავაზებული მომხიბვლელი მიმართულებები და მარშრუტები. ასევე არის აეროპორტის სივრცეები. აეროპორტში საჰაერო ხომალდების მომსახურების ხარისხი. აეროპორტებში საჰაერო ხომალდების მომსახურების დროც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ავიაკომპანიებისთვის. საჰაერო ხომალდი რაც უფრო მეტ დროს გაატარებს აერში, ავიაკომპანიისთვის უფრო მომგებიანია. აქედან გამომდინარე, ნაკლები დრო უნდა გაატაროს საჰაერო ხომალდმა ხმელეთზე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კადრებიც შესაბამისად მომზადებული უნდა იყოს, ტექნიკა აღჭურვილობა შესაბამისად უნდა იყოს, რომ სისწრაფე იყოს მეტი, ხო? მოქნილობა და სისწრაფე, საჰაერო ხომალდის მოქნილობა და სისწრაფე არის ერთ-ერთი განმაპირობებელი და ჩვენს აეროპორტებში ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი არის. თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება, მაგალითისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ დავნერგეთ ეგრეთ წოდებული იგეიტების სწრაფი გასასვლელი, რომელიც ძალიან მოხერხებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რიგში დგომას აცილებს თავს, რამოდენიმე წამში ხდება სასაზღვრო კონტროლის გავლა და საზღვრის კვეთა. ასევე დავნერგეთ აეროპორტებში ჩვენ ეგრეთ წოდებული fast track სწრაფი გასასვლელები, რომელიც რიგებს აცილებს კიდე მგზავრებს. თბილისში შემხვდა უკვე თბილისის აეროპორტში. კი, ყველა აეროპორტი ფეხ ვითარდება, ნერგავს იმ ტექნოლოგიებს, რომელიც დღესდღეობით აქტუალური არის საქართველოს ავიაციო ბაზარზე. მსოფლიოს ავიაციო ბაზარზე და ქართული სეგმენტის, ავიაციის სეგმენტის და სექტორიც ვითარდება ისე რომ ეს ახალი ტექნოლოგიები თუ გამოწვევები თუ სიახლეები რაც არის მსოფლიოში, ყველაფერი საქართველოში იყოს ასახული. გასაგებია. საქალაქოთა შორისო მიმოსვლაზეც რომ გადავიდეთ ბარემ, იმიტომ რომ მით უმეტეს ახლა ზაფხულის სეზონია, შიდა ფრენები ძალიან გააქტიურებულია. ერთი მაინტერესებს თელავი როდის შეიძლება იყოს, ველოდებით თელავის აეროპორტს და სვანეთი ბათუმის და რაჭის ფრენები აქტიურად ჩვეულებრივ რეჟიმში მიდის ალბათ, ხო? არა მხოლოდ საერთაშორისო ფრენებს, არამედ ქვეყნიში და
დაკავშირებადობა საჰაერო გზით დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონები ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს საჰაერო მიმოსვლით. ამისთვის პირველი რაც არის საჭირო ვითარდება აეროპორტები. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი და თვალსაჩინო მაგალითი არის დღეს მესტიის აეროპორტი. ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი, სადაც მოთხოვნა მზარდი არის. ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა. ჩვენის მხრივ და ბილეთებზე მოთხოვნაც იზრდება. ძალიან დეფიციტი არის და ჩვენ მხრივ ვაკეთებთ იმას, რომ ფრენების რაოდენობები გავზარდოთ. უფრო მეტი ხელმისაწვდომობა შევქმნათ შიდა ტურიზმის გარემოს. თქვენ ახსენეთ თელავის აეროპორტი. თელავის აეროპორტიც ფაქტობრივად პროცესში არის. ჩვენ წარმატებით გავახორციელეთ თელავის აეროპორტის თანამედროვე სტილის პროექტის შესყიდვა. დამუშავების ეტაპზეა და სულ ახლო მომავალში ჩვენ თელავის აეროპორტის მშენებლობას დავიწყებთ, რომელიც წელიწადნახევარში დაახლოებით დასრულდება. და მგზავრებს საშუალება ექნებათ, რომ თელავის აეროპორტიდანაც იმგზავრონ, თუნდაც წარმოედგინეთ ბათუმიდან თელავის მიმართულებით პირდაპირ ფრენა, თელავიდან მესტიის მიმართულებით პირდაპირ. ეს უნდა მეკითხე, თელავიდან როგორც მაგალითად რეგიონულად აცოცხლებს, ასე ვთქვათ, ყველა აეროპორტი თავის რეგიონს, თელავი უფრო მეტად დატვირთული როგორ წარმოგიდგენიათ, რა მიმართულებით უნდა იყოს და რა რეისები. შიდა ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტურისტი, როდესაც საერთაშორისო აეროპორტში, საერთაშორისო მოგზაური ჩამოდის საერთაშორისო აეროპორტში, მისთვის პირველი არის დრო. რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენოს თავის დრო ქვეყანაში ყოფნის პერიოდში. სამანქანო გზის დაზოგვა საჰაერო დაკავშირებადობით ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც რამოდენიმე წუთია საჭირო, ვთქვათ, თბილისიდან მესტიის მიმართულებით. ნუ ახლა 45 წუთი რო ამცირებს აი ესეთ ხანგრძლივ გზას. ახლა წარმოიდგინეთ სატრანსპორტო გზით, სატრანსპორტო სახმელეთო ტრანსპორტით დაკავშირებადობა გაცილებით დიდ დროს მოითხოვს. ზოგავს ტურისტი რამოდენიმე საათს. ეს მისთვის არის უფრო მეტი დრო გატარებული იმ რეგიონში, უფრო მეტი სიახლეების ნახვა მისთვის, უფრო მეტად აღქმა ამ ყველაფრის, უფრო მეტად დახარჯვა, ასე რომ ვთქვათ, ხმელეთზე, ვიდრე მგზავრობის დროს. თელავის მიმართულება რაც შეეხება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ჩვენს ტურიზმში. კახეთის რეგიონი მოგეხსენებათ, ღვინის სავანე არის, ღვინის სამშობლო არის და აქედან გამომდინარე ტურისტები ძალიან ინტერესდებიან. ბათუმში ჩამოსული ტურისტები, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოში იმოგზაურონ, უწევთ დასავლეთ საქართველოსთან აღმოსავლეთის მიმართულებით ფაქტობრივად მთელი დღის დახარჯვა. წარმოიდგინეთ, 1 საათის განმავლობაში ბათუმიდან რომ თელავში ჩაფრინდება ტურისტი, მას უკვე წინა აქვს ეს მთელი დღე, რომ ის დრო გაატაროს კახეთში, ეზიაროს ქართული ღვინის გემოები და აგემონოს, ეზიაროს ქართულ კულტურას, დაათვალოს ის ღირსშესანიშნაობები, რაც ჩვენს რეგიონს გააჩნია. წარმატებით სრულდება ბათუმიდან მესტიის მიმართულებით. წელს დავამატეთ ბათუმიდან მესტიის მიმართულებით 2 სიხშირე, 5 სიხშირით სრულდება. აი სიხშირები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე მაგალითად აი დიდ ქვეყნებში, სადაც მინახავს, რომ მთაში, იქ სადაც ტურისტული სანახავ, აი მაგალითად ავიღოთ პერუ, როდესაც პერუში ჩადის ადამიანი, ლიმა რა თქმა უნდა არასდროს არის საკმარისი და უნდა წახვიდეთ და ნახო მაჩუ-პიქჩუ, ხო? და აი იმ რეგიონში, ქალაქ კუსკოში ფრენები არის დღის განმავლობაში 5-6 ფრენაა და ამით უკვე კარგად გეგმავ, დილით გირჩევნია ჩახვიდე. აი სიხშირები ძალიან მნიშვნელოვანია და აი ესეც თუ ჩვენ ქვეყანაში ესეც დაემატება, რომ მაგალითად მესტიაში ასვლა შეგეძლება არჩევანით ან დილით, ან საღამოს, ან შუა დღეს. აი ეს სიხშირები მე მგონი კიდევ უფრო გაზრდის ვიზიტულობას და საშუალება რომ რამოდენიმე ფრენა იყოს შიდა აეროპორტებშიც, მახსოვს ის პერიოდი, როდესაც მესტიის აეროპორტი შენდებოდა. აქტიური მონაწილე ვიყავი ამ პროცესის და ცოტა სკეპტიკურად აღიქვავდნენ ადგილობრივები, ვინ უნდა იფრინოს და დღესდღეობით მესტია იმდენად მოთხოვნადია, რომ ჩვენ თვითონაც ბილეთების შონა ძალიან გვიჭირს. ძალიან რთულია ბილეთის შონა. შანხაის პირდაპირ ფრენას უფრო მარტივად შევიდრე. ნამდვილად გეთანხმებით. და ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი ტერმინალიც დაემატება მესტიის აეროპორტს, ხო, როგორც მესტიის აეროპორტში თანამედროვე დიზაინის ახალი ტერმინალის მშენებლობას ვიწყებთ, რომელიც უახლოეს პერიოდში უკვე დაიწყება. მომავალი წლის ბოლოს გვექნება ახალი თანამედროვე ტერმინალი უფრო გაზრდილი მოცულობაში, ასევე მომსახურების სივრცეებიც გაიზრდება, ტურისტებს ასევე ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ გაფრენამდე დაისვენონ, მიიღონ ის შეთავაზებები, რაც აეროპორტზე აქვს.
ეს ისევ და ისევ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში არა მხოლოდ საერთაშორისო მიმართულებებზე, არამედ ქვეყნის შიდა გადაყვანაზეც მოთხოვნები იზრდება. მოთხოვნებთან ერთად ჩვენც მოწადინებულები ვართ, რომ მეტი კომფორტი შევქმნათ ჩვენს მგზავრებს, მეტი სერვისები შევთავაზოთ და ერთ-ერთი მიზეზი იყო მესტიის აეროპორტის განვითარების სწორედ ეს გაზრდილი მოთხოვნა. მოკლედ ძალიან საინტერესო სეზონია და ბევრი საინტერესო გეგმა, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეგვიწყობს უკეთესად მგზავრობაში და უკეთესი რეისების და მიმართულებების დაგეგმვაში. წარმატებებს გისურვებთ ყველა ამ გეგმაში და წარმატებას უსურვებთ ყველას, ვისაც მოგზაურობა უყვარს და აფასებს მოგზაურობის მნიშვნელობას და აფასებს იმას თუ რას ნიშნავს თუნდაც ახალი თითოეული პირდაპირი რეისის დანიშვნა, რომელიც უფრო კომფორტულს ხდის ჩვენს მოგზაურობას და მეტი და მეტი ათვისების საშუალებას გვაძლევს მთელი მსოფლიოს მიმართულებით. წარმატებები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი ლევან მოსეშვილი, რომელიც გახლავთ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი. მშვიდობიანი ფრენები და ბედნიერ საფრთხეს გისურვებთ. გელით როგორც მგზავრს. როგორც მგზავრს.